ძალიან გამიმართლა იმაში, რომ აქვს აქ გადაღების უფლება მოვიპოვე, ზოგადად არ შეიძლება გადაღება, არც ფოტოების, არც ვიდეოების ამ ტერიტორიაზე. აი მართლა წყალობით აქვს ეს შანსი. და ამ შანსს ჩავთვლი ნიშნად, რომ ესე იგი აქაურობას სურს, რომ თავი გაუმხილოს ქართველ მაყურებელს. რატო და რისთვის ეს მე არ ვიცი. უბრალოდ უნდა მივყვე და აღვასრულო ის რაც მგონია რომ აღსასრულებელია. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა მეგობრებო, სრულიად წარმოუდგენელი თამამად შემიძლია სასწაულების სიაში ჩავწერო ეს მოვლენა. ხო გახსოვთ როგორ მოვიძუძგებოდი და ჩუმჩუმად რო ვიღებდი აგენტი 007-ით. მე აქ დავუტრიალდი, აქაურ ადმინისტრაციას მივწერე რომ მეთქე ესა და ესა ვარ საქართველოსდან ჩამოვედი. უბრალოდ სხვა საქმეზე ვარ, მაგრამ თან რო გადავიღოს აქ პრობლემა ხო არ იქნება თქო და ნუ მოკლედ შევხვდი ამ ადამიანებს, ვისაუბრეთ. მოუყევი ჩვენი პროექტის შესახებ, ტელევიზიის შესახებ, ისიც უთხარი რომ ადრე სადგურისთან ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი ბათუმში თქო. და მოკლედ ამ საუბარში გამომკითხეს რისი გადაღება გინდა როგორანაირად და აღმოჩნდა რომ ზუსტად ამ დღეებში, აი სულ რაღაცა 4 დღით ვარ ჩამოსული. ზუსტად ამ დღეებში 12-დან 15-მდე აშრამში იმართება კონტენტ კრეატორების რიტრიტი. რაც ნიშნავს იმას, რომ აშრამი მასპინძლობს ინდოეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ კონტენტ კრეატორებს, იუთუბერებს, ინსტაგრამერებს, ტიქტოკერებს არა, იმიტომ რომ ტიქტოკი აქ საერთოდ დაბლოკილია. და აი ახლა თქვენ ჩემს უკან ხედავთ სრულიად ინდური YouTube-ის ელიტას, სადაც მეც გავერიე. და მოკლედ გვიპატრონებენ ეს 3-4 დღის მანძილზე, ხო იცით ზოგადად კონტენტ კრეატორებს და იუთუბერებს როგორ პატივში ამყოფებენ ხოლმე, ყველას უნდა რომ კარგი კონტენტი გააკეთო. დღეს ზოგადად მარხვის დღე არის და აშრამში დილით არ აჭმევენ არავის და კონტენტ კრეატორებს რა თქმა უნდა აჭმევენ. მოკლედ ახლა მოვედი ჩემი რაღაცა იქიდან პროგრამიდან გამოვედი და ზუსტად საათი ემთხვევა. იქ რაღაცა დამთავრდა, მე ეგრევე აქ დაიწყო. ხო და მოკლედ ახლა მოვედი 2 საათიანი გაცნობით შეხვედრა იქნება, რაღაცებს მოგვიყვებიან და მე დაიწყება პროგრამა. დაგვატარებენ მთელ აშრამს, დაგვათვალიერებენ მთელი შეიძლება არა რაღაცა ნაწილს. საიდუმლოებები უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ხო და ჩამოხვიდე და მე ვაუ ხო უნდა დაიძახო და შენ რაღაც ხო უნდა აღმოჩინო. ხო და აი ვაუ ეფექტი ვარ დაიკარგოს, ყველაფრის გადაღება არ შეიძლება. ყველაფერს ვერც გადავიღებ, ძალიანაც რომ მოვინდა. ხო და მოკლედ ესეც საინტერესო თავგადასავალში ამოვყავი კონტენტ კრეატორი მათე მაღაშვილი. იშა იოგა ცენტრი მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული იოგას აშრამია. ის გადაშლილია რამდენიმე ასეულ ჰექტარზე და უამრავ მიმართულებას აერთიანებს. განსაკუთრებით პოპულარულია 2 ტაძარი, დიანა ლინგა და ლინგა ბაირავი. აშრამში განთავსებულია რამდენიმე საერთო საცხოვრებელი და სამედიტაციო დარბაზები, სადაც მუდამ სხვადასხვა პროგრამები ტარდება. იშა იოგა ცენტრს თითქმის სრულად ამუშავებენ მოხალისეები.
რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ეუფლებიან იოგას და ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოებს. იშა იოგა ცენტრში 4 დღეს დავყოფ. აქ ერთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი. მაგრამ თან გადავწყვიტე, რომ რამდენადაც გამომივიდო და თქვენთვისაც მეჩვენებინა აქაურობა. ცოტა ტროპიკული წვიმა წამოვიდა, თავიც ესეთი სველი მაქვს, თუ დააკვირდებით. ან არ დააკვირდეთ. საერთო საცხოვრებელს დაგათვალიერებინებთ. საერთო საცხოვრებელი რა, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია. არის კოტეჯები ერთგვარი და ოთახი. საკმაოდ დიდია და რაც ძალიან მომწონს განსხვავებით ინდოეთის სხვა სასტუმროებისგან, ყველაფერი არის ძალიან ხარისხიანი. და სისუფთავე რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ჩემი ოთახი, 314. გარეთ გვაქვს ფეხსაცმელობის პარკინგი, შველი უნდა იყო. მოკლედ, აი ესეთი ძალიან სუფთა ოთახი. თან რამ ხელა შეხედეთ, იოგას სავარჯიშოთაც გეყოფა. ღირს სულ რაღაც $12. $12 ღირს. ანუ $12-ში ორ ადამიანს შეუძლიათ დარჩეს და კვება შედის, ორჯერადი ძალიან ტოპ კვება შედის. მეტი რა გინდათ არ ვიცი. ნუ აბაზანად ძალიან სუფთა არის და მოწესრიგებული და ევრო სტანდარტების, მაგრამ ცოტა ინდური ელემენტებით. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. შემოდიხარ ოთახში და ხვდება სპილენძე ჭურჭელი. გარეთ მოდის წყალი, ჩაასხამ, მოიტან. და გაქვს სპილენძში დავარგებული წყალი. ქართველობა რო არ დამეკარგა, წამოვიღე ეს ორი წიგნი. ერთი აქ ის არის, რომ ზედიზედ 21 დღეზე მეთხას არ შეგიძლია გაჩერება სტუმრის რანგში. აუცილებლად ან პრაქტიკა უნდა გაიარო, ან მოხალისედ უნდა დარჩე უკვე. ჩვენ ვართ, სად ვართ ჩვენ? სადღაცა იქ უნდა ვიყოთ, ხო, აი აქ ვართ ჩვენ. აი ესეც ძალიან წვრილმა დეტალებზეც ნაზრუნია და სული და გული არის ჩადებული, ამიტომ ეს ყველაფერი ქმნის საბოლოო ჯამში იმ ატმოსფეროს, რომელიც სოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ადამიანს. როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული და შიგნით გადაადგილებისთვის ტრანსპორტსაც კი გამოიყენებენ. ჩვენ ვართ ახლა სათბურში მეგობრებო, შეიძლება მაყურებლების უმეტესობა მიცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება სადგურს და ზოგადად იშასი იყო გადავარჩინოთ ნიადაგი, შევინარჩუნოთ ნიადაგი, როგორც გენერალ Save Soil. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პროგრამა, რაც ახაც მიმდინარეობს. და აქვე აშრომთან ახლოს არის ესეთი სადგური, სადაც გამოყავთ
მერკები ორგანულად სუფთა და აქაურ ფერმერებს ამარაგებენ და ასწავლიან ნიადაგის ორგანულად დამუშავებას. ვინაიდან და რადგანაც ის ასუქი მასალები, რასაც ვიყენებთ, ძირითადად შხამქიმიკატებით არის სავსე, კლავს ყველანაირ ორგანულ მასას, რაც არის ნიადაგში. პარაზიტებს, ბაქტერიებს, სოკოებს და ძირითადად ეგენი არიან ისინი, რაც სიცოცხლეს ქმნიან ნიადაგში. მაგას თუ გამოაცლი ნიადაგიდან, დაგრჩება ჩვეულებრივი უდაბნოს ქვიშა. პროგრამის მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად ცნობადობა გაიზარდოს და მივახციოთ იმას, რომ ნიადაგის 3-4% დარჩეს დაუმუშავებელი და დაუმუშავებელი ნიადაგში საკმარისად გაიზრდება ის ცოცხალი ორგანიზმები, რაც ეყოფა დანარჩენსაც, რომ ეს არის სტარტი, აქედან უნდა დავიწყოთ. ახლა აქ მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა ენერგების დარგვაში. It's a tree? It's a tree. Oh my god. ანუ ეს ხე არის, მეგობრებო. ეხა ხეს ავიყვან ხელში. ანუ ჯამში, მეგობრებო, რაც ეს პროექტი დაიწყო, 11 მილიონი ხე არის დარგული ინდოეთის ორ შტატში ამ პროექტის პარკლებში. მოვიდა ბავშვების ჩარგვის დრო, სახელის დარქმევაც მინდოდა თავიდან მოვიფიქრე. კაცი და გაიმი, რადგან ორნი არიან. მე ვიფიქრე ტარიელი და ავთანდილი. ეხა ვერ ჩამოყალიბდი რა შეიძლება ერქოს. აბა. გაიხარეთ. თქვენ გაიხარეთ. ხეები არიან ესე. ხეები იქნებიან. გაიზრდებიან და ჩრდილებს გაიკეთებენ. ნიადაგის მედიტაცია იქნება ახლა 5 წუთის განმავლობაში. მიწას ესე დავიჭერთ ხელში და უნდა შევიფხსნოთ და ვიყოთ მადლიერები ნიადაგის. რადგან როგორც ამბობენ, ჩვენ ხშირად არ ვართ ამის მადლიერებიო. აშრამის მეზობელია, ფერმერი და თავისი ორგანული ფერმიდან მოიტანა კოკონატები და 15 რუპია დღის. იშა იოგა ცენტრში ქართველებსაც შევხვდი. მარიამი უკვე 4 თვეა აშრამში იმყოფება.
ჰათა იოგას მასწავლებლების გადასამზადებელ პროგრამაზე. ინტენსიური გრაფიკის მიუხედავად, მან მაინც გამონახა ჩვენთან სასაუბროდ, რომ ხობით 4 თვე არის, რაც უკვე აქ ვარ, ჩამოვედი ჰათა იოგა teachers training-ისთვის, მასწავლებლის ტრენინგისთვის. იოგას მასწავლებელი იქნები, ამას რო დავამთავრე. კი, კლასიკური ჰათა იოგას მასწავლებელი ვიქნები. იშა ჰათა იოგას მასწავლებელი. იოგა არა მხოლოდ ფიზიკური პრაქტიკა, არამედ სულიერი პრაქტიკა არის, რაც გულისხმობს იმას, რომ შენი სხეულის, ფიზიკური სხეულის, ენერგეტიკული სხეულის, ემოციური სხეულის ბალანსს უზრუნველყოფს, რაღაც ერთიანობაში მოყავს. 21 კვირა არის ეს ტრენინგი. გრაფიკი არის საკმაოდ ინტენსიური, ყოველ დღე ვიღვიძებ 3 საათზე გამთენიას. პრაქტიკები გვეწყება 6-ის ნახევარზე და 6-ის ნახევრამდე უნდა მოვასწრო მეცადინეობა პლუს ჩემი კრიები, რასაც აქამდეც ვაკეთებდი. მეცადინეობა თეორიული ნაწილი. კი, თეორიული ნაწილი. თან ყოველდღურად გვაქვს ჩასაბარებელი მასალა, ასე ვთქვათ. დაახლოებით 2 გვერდის დამახსოვრება მიწევს დღის განმავლობაში. ვიდეოს მოიღებთო და მეთქი, ბიჭო, ის კონტენტ კრეატორები ვარ. მოკლედ აქ როგორც კი მობილურს როგორც კი ამოიღებ მაშინვე, ანა, აკა, no pictures, ანა. როგორც კი ჩამოვედი, ხო იცი აშრამში რაღაცები ისე ხდება, რომელსაც თითქოს ახსნას ვერ მოუძებნი ხოლმე. რაღაც ერთ მომენტში ძალიან კარგად ხარ და უცბად რაღაც ემოციები მოდის. ჩემ შემთხვევაში აი ამ ნაწილში, გულმკერდის ნაწილში ვგრძნობდი სიმძიმეს და თითქოს გონია, რომ დაუცველი ხარ, გეშინია, რა მოხდება მომავალში. და ის ყველაფერი ძალიან გბოჭავს, გსტრესავს. და არ ვიცოდი როგორ გამომეხარა, ყოველ დღე ვტიროდი, ყოველ დღე. პლუს პრაქტიკებს ვაკეთებდი ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ მეგონა რომ თუ მაქსიმალურად დავღლიდი ჩემს სხეულს, აღარ ვიგრძნობდი ამ სიმძიმეს და სხვათა შორის დამეხმარა. იოგა კარგად გამწმინდა, ასე ვთქვათ, სხეული კარგად გაწმინდა. ეხლა ალბათ ადამიანები, ვინც გვიყურებენ, თბილად მოკალათებულები საუბრლებთან, იტყვიან, რომ აი რა ძალა გადია. ხო, რა გინდოდა? და თბილისში რა. რა გინდოდა? ხო. და რა გინდოდა? რა მინდოდა? ერთი რო ცხოვრების სტილის შეცვლა მინდოდა, აღარ მინდოდა დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ოფისში ჯდომა და სამსახური. კორპორატიულ სამყაროს მინდოდა რომ მოვწყვეტილიყავი. როდესაც უყურებ ადამიანებს, როგორ იცვლებიან იოგას პრაქტიკების მერე, რაცნაირად მინდოდა რომ მეც შემეტანა საქმეში წვლილი და ყოფილიყავი ადამიანი, რომელიც დაეხმარებოდა სხვებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. დაახლოებით 9 თვის განმავლობაში მეც მოხალისეობდი. რას ეკეთებდი ალბათ ბევრ სხვადასხვა რამეს. კი, თავიდან ჩემი პროფესიით ვიყავი მარკეტინგის გუნდში ვიყავი. შემდეგ სხვათა შორის ცოტა ესეთი იყო მარკეტინგის გუნდიდან გამიშვას მერე სამზარეულოში ბოსტნეულის საჭრელად. გაგაქვეითეს. ხო და ხო იცი ეგოსთვის როგორი დარტყმა არის, რომ უცბად რაღაც თავი მაღალ პოზიციაზე რო გგონია და უცბად სამზარეულოში რო გაგიშვებენ და ბოსტნეულს რო ჭრი მთელი დღის განმავლობაში აი ერთ რაღაცას რო აკეთებ და თან საათს რო უყურებ და ძალიან ნელა რო გადის ეს დრო და მე გამოვედი და უბრალოდ ვტიროდი, აი აღარ შემეძლო დაახლოებით 3 დღე ვიყავი სამზარეულოში და მეთქი აღარ მინდა მიშველეთ რაღაც შემიცვალეთ სევა, თუმცა სხვათა შორის აქ როცა ეუბნები რომ რაღაცის გაკეთება არ გინდა, აი მაგალითად არ მინდა რომ სამზარეულოში ვიყო. აუცილებლად სამზარეულოში გაგიშვებენ. და რა არის ეგრე? რაღაც ლიმიტები არის, რომელიც დაწესებული გაქვს შენ თავთან, რომ აი არ მინდა ამ რაღაცის გაკეთება და სადგურო როგორც ამბობს, ყველაფრის გაკეთება უნდა შეგეძლოს. ოღონდ შინაგანი ხალისით, мотивაციით და სრული ჩართულობით. თუ ამ ლიმიტს
გაარღვევ, რომ აი არ მინდა ამის კეთება. მე რაღაცნაირად შინაგან თავისუფლებას პოულობ. ძალიან დიდია ქაურობა. ეხაში აუღეავო. სხვათა შორის გუშინ ვიყავით იშა ჰომსკულში და არ ვიცოდი თუ კიდე უფრო მეტად დიდი იყო ეს ტერიტორია. ეხლა მიდიხარ? ძალიან მომეწონა საოცარის. აი იქით მხარეს რო გავუყვები, მე მარჯვნივ არის და შენი გეგმები როგორია? საქართველოში აპირებ დაბრუნებას და უნდა ასწავლო ქართველებს სტრატეგიულად. ხო, პირველი გეგმა რაც არის ის რომ უნდა დავისვენო. ძალიან ჭირდება დასვენება, ცოტა ხნით ვიმოგზაურებ და მე კი რა თქმა უნდა დავბრუნდები საქართველოში და ვნახოთ როგორ განვითარდება. ისე დიდი სურვილი მაქვს რომ ვასწავლო საქართველოში. ძალიან გამხარდება, მოკლედ თუ მაგ სურვილს აისრულებ. ეს არის სკოლა, მეგობრებო, ეხლა სადაც მოვდივარ. იშას ჰომსკულ, ესეთი სკოლა. მოკლედ სადგურის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა არის, ასე რომ ვთქვათ. და ესეთ გარემოში უწევთ ბავშვებს სწავლება. ხორი ნათქვამი თუ სწავლა გინდა ყველგან ისწავლიო და აქ რომც არ გინდოდეს მაინც ისწავლე. ძალიან ლამაზია ქაურობა. ესეთი პატარა ლინგამები არის მთელი აშრამის ტერიტორიაზე და ეს ითვლება რომ არის ენერგეტიკულად აქტიური და იცავს და წმენს გარემოს. და აქვე არის ვიბუტი, რომელსაც ისვამენ ხოლმე იოგები ენერგეტიკულად აქტიურ ადგილებში. გინახავთ ალბათ ნაცრისფერი რაღაცები რო უსვიოთ ხოლმე ტანზე და შუბლზე. ეგ არის და აქტიურებს ენერგეტიკას. ამხმარე მექანიზმი არის პრაქტიკაში. ესეთი ქანდაკებები ყველა ფეხის ნაბიჯზე. შემთხვევით არ იქნებიან ეს ქანდაკებები. შანსი არ არის. Strictness and firmness is it's a morality question. We agree that we're not breaking. No, it's not. We can break it. Oh no! That's my livelihood. I don't have another one. So you break something else. Is it a question? He's waiting for me. Yes, sir. My name is. ჩემი სახელია სვამი ეკაპადა და მე ვასწავლი ფრანგულსა და კომუნიკაციის ხელოვნებას. ადრე დრამასაც ვასწავლიდი. ასევე ვასრულებ ყველაფერს, რაც საჭიროა. ხანდახან ვარ მშობელი, ხანდახან კლასის მასწავლებელი. ხანდახან მიკროფონებს ვასწორებ კონცერტისთვის. ხანდახან სასადილოშიც მუშაობ. რასაც საჭიროებს სკოლა, იმას ვაკეთებ. აშრამში უკვე 20 წელია ვარ, მაგრამ იშა სახლის სკოლა მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაიხსნა. რა არის ამ სკოლის იდეა? თქვენ კითხვა სადგურում კარგად უპასუხა. სკოლას არ აქვს კონკრეტული იდეოლოგია ან ფილოსოფია. შესაძლოა ჩვენ ამას ბოლომდე ვერ მივხვდეთ, თუმცა ჩვენი მიზანია ისეთი მოსწავლეები გამოუშვათ, რომლებიც უკეთ გაერკვევიან რას ურთ ცხოვრებაში. როგორ უნდა იყვნენ ისინი თავიანთ თავთან და როგორ უნდა შეისწავლონ ცხოვრება მაქსიმალურად. ჩვენი სურვილია რომ მათ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, მაგრამ ასევე დარჩნენ ბალანსირებულები და პასუხისმგებლიანები. გვინდა რომ მათ შეძლონ წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში და იპოვონ თავიანთი მისწრაფებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. როდესაც სკოლას დატოვებენ, მათ ექნებათ უკეთესი შანსი იცხოვრონ სასიამოვნოდ და წარმატებით.
ჩვენ ვთავაზობთ მრავალ დამატებით აქტივობას, როგორიცაა ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება, მუსიკა, დრამა, ხელოვნება, სპორტი. ყოველდღიურად აკეთებენ იოგას და მინიმუმ ერთ ფიზიკურ აქტივობაში მაინც იღებენ მონაწილეობას. ისინი ასევე ცხოვრობენ საერთო სახლებში, სადაც სხვადასხვა ასაკის 20 ბავშვია განაწილებული. ეს ბავშვები ინდოეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ასეთი გარემო ხელს უწყობს მათ, რომ საკუთარი საჭიროებები ყოველთვის პრიორიტეტულად არ მიაჩნდეთ და ისწავლონ, როგორ მოერგონ სხვებს. მორგება ნიშნავს, რომ ადამიანი ცოტას უკან იხევს, რათა სხვას თავისი საქმე გააკეთებინოს. ეს ქმნის პიროვნებას, რომელიც არ არის ეგოისტი და სხვის საჭიროებებსაც ითვალისწინებს. ბავშვები სკოლაში სწავლობენ, როგორ იყვნენ სხვებთან და როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობები. სოციალური უნარები არ ისწავლება წიგნებში. აუცილებელია იცოდე, როგორ ესაუბრო, როგორ მოელაპარაკო, როგორ იცხოვრო ადამიანებთან ერთად. ეს სისტემა ამ უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჩვენ ზეიმობთ სხვადასხვა დღესასწაულს და უხსნით ბავშვებს, რატომ აღვნიშნოთ მაგალითად მოსავლის აღების დღეს, ზის დღესასწაულს, ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. ვცდილობთ, რომ პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან. მასწავლებლებთა უმეტესობა იშას ფონდის მოხალისეები არიან. ეს ადამიანები აქ მასწავლებლად არ მოსულან. ისინი მოხალისეებად მოვიდნენ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სკოლა ვართ. სწავლება 2005 წელს დავიწყეთ, მაგრამ ერთ-ერთი რაც შეუნიშნე არის ის, რომ ჩვენს მოსწავლეებს მრავალფეროვან სფეროებში შეუძლიათ შესვლა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. კიდევ ერთი წარმატება ისაა, რომ ჩვენი მოსწავლეები სკოლას ღიმილით ტოვებენ. როცა მე თვითონ ვიყავი სკოლაში 25 წლის წინ, ვერ ვიტყვი რომ უსიამოვნო გამოცდილება იყო, მაგრამ დიდი წნეხი იგრძნობოდა. უნდა მიიღო მაღალი ნიშნები, კარგად უნდა ისწავლო. ჩვენთან ასია. გააკეთე შენი მაქსიმუმი, მაგრამ თან აუცილებლად შეინარჩუნე ღიმილი. ეს არ არის ადგილი, სადაც სწავლობთ და ვიზრდებით ტექსტებისა და წმინდა წერილების დახმარებით. აქ ჩვენ ვაპრაქტიკებთ იოგას და ვცდილობთ ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. დააკვირდით, ეს შეიძლება შევადაროთ იმას, როცა კამერა გიჭიროთ ხელში. სწორ ღილაკებს აჭერთ. განათებაც მშვენიერია. შენ ყველა ფაქტორი გაითვალისწინე. მაგრამ გჭირდებათ კარგი კადრის მისაღებად იმის ცოდნა, თუ როგორ არის კამერა აწყობილი? ტექსტები მხოლოდ დეტალებია, რომლებიც ანალიზს და ახსნას ემსახურება. თუნდაც ყველაფერს სწავლობდეთ ტელეფონის ფუნქციის შესახებ, თუ არ იცით ის როგორ უნდა დაიჭიროთ ხელში და რომელ ღილაკს უნდა დააწვეთ, მაინც ვერ გადაიღებთ. ჩვენ აქ ვსწავლობთ ღილაკების გამოყენებას. არ ვცდილობთ ცხოვრებას მივუდგეთ ისე, თითქოს ღმერთი უნდა იყოს ასეთი, ცხოვრება არის ასეთი. არა, აქ ჩვენ გვინდა პრაქტიკაში გამოვიყენოთ ყველაფერი. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ჩვენი პირადი გამოცდილებიდან შევიმეცნოთ. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ გონებაში ვიცოდეთ რაღაც. გვინდა ეს ცოდნა იყოს ცოცხალი გამოცდილება. ჩემს გონებაში არ არსებობს სარწმუნოება, იშა იოგა ცენტრი, არ არსებობს რელიგია სახელად სადგურუ. ჩვენ ვიყენებთ რაღაც მეთოდებს, ვაკეთებთ ჩვენს პრაქტიკებს, ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც ძირითადი პრინციპების მიხედვით და ჩვენ ვიზრდებით. ეს ღიმილი იქიდან კი არ მოდის, რომ რაღაც წავიკითხე. ეს ღიმილი მოდის იქიდან, რომ აქ ჩემს შიგნით რაღაც მუშაობს. თუნდაც 10 წიგნი წავიკითხო, მაინც არაფერი მეწოდინება. თუ ეს მხოლოდ გონებაშია და არა ცხოვრებაში. რა აზრი აქვს? ვიცი როგორ აგიხსნა ეს. და რა უყო ამ ცხოვრებას? ეს მინდა ვიცოდე. აი რატომ ვართ აქ? ჩვენ გვინდა რომ ვიცოდეთ. ჩემი პირადი გამოცდილება შემიძლია გაგიზიარო. მე აქ 20 წელია ვარ. მოვედი როგორც არქიტექტორი, კოლეჯი დავამთავრე. 24 წლის. ვიცოდი არქიტექტურა, მაგრამ არა. საქმე ამაში არ იყო, რომ მე არქიტექტორი ვარ, მე ეს ვარ. სინამდვილეში არ ვიცოდი ვინ ვიყავ. აი სწორედ ამიტომ მოვედი აქ. და რაც აქ გამოვიარე მთლიანობაში ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. თუნდაც ხანდახან მტკივნეული ყოფილიყო. მაინც შევძელი მენახა და დამეღწია თავი ჩემი ზოგადი პრეტენზიებისგან. აქ ყველაფერი ისია მოწყობილი, რომ ადამიანმა შეძლონ საკუთარი თავის გაცნობა და აღმოჩენა. თუმცა ამას პირდაპირ არ ვამბობთ. ხალხი აქ სხვადასხვა მიზეზით მოდის. რა ლამაზი ტაძარია, რა მშვენიერი გარემოა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ინსტრუმენტი, რაც აქ არის შექმნილი, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება.
ადამიანის ამაღლებას და გაძლიერებას, რომ გახდეს მისი ბუნების საუკეთესო გამოვლინება. ეხლა მოვედით სამზარეულოში, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, გამონათქვამიც ხო გვაქვს ჩვენ. სამზარეულოში იჭყიტებაო გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ გვაინტერესებს რა ხდება ფარდის მიღმა და მართლა ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ აქ ყოველდღიურად 10,000 ადამიანისთვის მზადდება საჭმელი. სიგიჟე არის ამის მენეჯმენტი, მომარაგება, ნარჩენების მართვა, თან აი ყველაფერი საათის სიზუსტით მუშაობს. ყველაფერზე ნაზრუნია აბსოლუტურად და ეხლა უნდა შევიდე და ვნახო როგორ მზადდება. გამარჯობა. აი ხიარული ხალხია, მიყვარს ყველა, მიყვარს. მიხდება? წითელი ესეთი ბანანი ცხოვრებაში არ მინახავს. ამ დარბაზში ჭამს 1000-ობით ადამიანი და ეს არ არის მარტო ერთი დარბაზი, ზუსტად ამ ხელა დარბაზია მეორე სართულზე. პირველ სართულზე ძირითადად არის უფრო ცხარე საკვები, მეორე სართულზე ნაკლებად ცხარე, შედარებით არაინდოელი ადამიანები იქ არიან ხოლმე და ეხლა ჩვენ აქ შემოგვიყვანეს მე მივაჩვიე ჩემ დაგასაკვირად არც ისე ცხარე არ ყოფილა. იმ სამზარეულოდან, იმ დიდი ქვაბებიდან გადმოდის ესეთ პატარა სათლებში, საიდანაც ჩამოგვირიგებენ მოხალისეები. ანუ როდის იყო დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პურიო, აქაც ეგრეა. ქალბატონები ცალკეს ხედან, მამაკაცები ცალკე. მაგალითად ცნობიერი კვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სადგურის სწავლებაში. კვება უნდა იყოს გაცნობიერებული. უნდა გააცნობიერო, რასაც მიესმენ, ისე ცოცხალია. შეიძლება ცნობიერებაც კი აქვს. გავარია მაგის გააზრება. რთულია. მაგის გააზრების შემდეგ უნებრივად იცვლება სხეულში ბიოქიმია. და ხდები უფრო მიმღები საკვების მიმართ. აღარ თავდება რამდენი საჭმელია და თან საინტერესო ისაა, რომ საერთოდ არ გამძიმებს ამდენს ჭამ, არა ძალიან სუბუქად გრძნობს მაინც თავს რა. იმიტომ რომ ახალი გაკეთებულია ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ 6 საათზე ძველი არ უნდა იყოს საჭმელი, იმიტომ რომ მერე კარგავს თავის ენერგეტიკას და ცოცხალი აღარ არის, ასე ვთქვათ, რა ნეგატიური პრანიც ხდება გაჯერებული. და ამიტომ ყოველთვის საჭმელი აქ არის ყოველთვის ახალი და ორგანული. და რაც თავი არის სატური, ანუ სატური ნიშნავს იმას, რომ რაღაც კატეგორიის საჭმელი უბრალოდ გამორიცხული, ეს არის ხორცი, კვერცხი, თევზი, ხახვი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნიორი. ყველაზე გასაკვირი არის ბადრიჯანი, მეგობრებო, ჩვენ რო ძალიან გვიყვარს, ილგები არ მიირთმევენ ბადრიჯანს, რატო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ითვლება, რომ პრანა მიავს. რაღაც საჭმელს პრანა მოაქვს, რაღაც საჭმელს პრანა მიავს. ბადრიჯანს მიავს. ჩვენ არ გვინდა რომ პრანა წაიღოს, ჩვენ გვინდა რომ პრანა მოიტანოს. აქ ყველა ისეთი საკვებია, რომელსაც პრანა მოაქვს. ნარჩენების მართვით ვარ კიდევ აღფრთოვანებული, არაფერი არ იკარგება. ეს საზამთრო ვერ შევჭამე და საქართველოში ცოტა გული დამწყდებოდა რომ გადამეგდო მთლიანი საზამთრო, მაგრამ აქ არ მწყდება გული, იმიტომ რომ ვიცი რომ შეიძლება იმაზე უკეთეს ადგილას მოხდეს, ვიდრე ჩემი სხეულია. აკეთებენ კომპოსტს, აჭმევენ ცხოველებს და მოკლედ მიმდინარეობს ენერგიის
რესურსული ხარჯვა. და რაც ძალიან მაგარია, არის აი ეს. ყველა თავის ჭურჭელს რეცხავს. ექსკურსიაზე იშას ფერმაში წაგვიყვანეს. გოშალა სანსკრიტზე ბოსელია, თუმცა სულ სხვანაირად ითარგმნება. გო ნიშნავს ძროხას, შალა ნიშნავს სკოლას. ამ მარტივ სიტყვაში ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ცხოველის მიმართ. იშას გოშალაში უნიკალურ ინდურ ჯიშებს გადაშენებისგან იცავენ. აწარმოებენ ორგანულ რძეს, რასაც შემდეგ იყენებენ რიტუალებში, კვებაში და მედიცინაში. ზედ გადავაქცევი. მომძეს ჩვენ დავივახცევი. ეს არის ამ ძროხების რძე, შერეული სხვადასხვა სანელებლებში. What did you add? It's a lot of spices, cardamom, coriander, ginger, with jaggery. იშას აშრამში არსებული სკოლის გარდა, ახლომდებარე სოფლებში კიდევ 9 სკოლა აქვს გახსნილი. ნამასკარა. სადაც ადგილობრივი სოფლის ბავშვები სრულად უსასყიდლოდ იღებენ მაღალი ხარისხის განათლებას. სწავლობენ ინგლისურს, კომპიუტერს, სხვადასხვა სამეცნიერო საგნებს და დარგებს. და რაც მთავარია, ყველანი ძალიან მხიარულები, ბლაღები და ბედნიერები არიან. და შეუძლებელია მათი ბედნიერება შენც არ გადმოგედოს. საყვარლესი ბავშვები არიან, აი ბრალოდ საყვარლესი. და ნუ თქვენ წარმოიდგინეთ first generation ესე იძახიან ამ თაობაში არიან პირველი ბავშვები, ვინც განათლებას იღებენ, ანუ ამათ წინაპრებს განათლება არასოდეს არ მეუღიათ. 1, 2, 3 Namaskara! დიანა ლინგა რატო არის ახლა უნიკალური? ლინგა ნიშნავს მტკიცებულებას, რაღაცა ფორმას, ნიშანს, ასე ვთქვათ. აი ითვლება, რომ ეს არის ღმერთის ნიშანი. სამარკო ნიშანი, რაღაცა ნიშანი როა დადებული, მტკიცებულება. აი ბევრნაირი ახსნა განმარტება აქვს მოკლედ. და ინდუიზმში, ზოგადად იოგას კულტურაში, ხშირი არის ძალიან ეს ლინგამები, ელიფსური ფორმა აქვს და ითვლება, რომ ეს არის შივას პირვანდელი ფორმა. ანუ შივა ზოგადად უფორმოა და ითარგმნება როგორც ის, რაც არ არის. შივა ესე ამბობენ, ის რაც არ არის, რაც არის უფორმო, ტრანსცენდენტული. და ლინგა ზოგადად არის შივას პირველი ფორმა, ასე ვთქვათ, ელიფსური ფორმა, ერთგვარი. და დიანა ლინგაზე სადგურ ამბობს ეგეთ რამეს, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების მისია, რომ დიანა ლინგა უნდა შემექნაო და დიანა ლინგა განსაკუთრებული არის იმით, რომ მუშაობს 7 ჩაკრაზე. ეხლა ეს რას ნიშნავს? ლინგამებს და ლინგებს, ერთი და იგივეა. ენერგეტიკული ვიბრაცია აქვს, რაღაცა ენერგეტიკული რხევა აქვს. როგორც წესი, მუშაობს ხოლმე ადამიანის ჩაკრების შესაბამისად. როგორც სადგური ამბობს, იოგას კულტურაში
ვერავინ ვერ მოახერხა რომ აეშენებინა ისეთი ლინგამი, რომელიც 7-ვე ჩაკრაზე ერთდროულად იმოქმედებდა, ასე ვთქვათ. 3 ინკარნაცია დამჭირდა მაგისთვისო და ის შენობა დარბაზი რაშიც არის, ეგეც აბსოლუტურად ბუნებრივი მასალებისგან არის აშენებული, არის გამოყენებული ცემენტი და ეგეთი რამეები და ისე არის დიზაინი გაკეთებული, რომ 5000 წელი უნდა გაძლოს. ამ ელიფსურ ფორმასთან მიდიხარ, ჩდები მის გარშემო, 2 წუთი კონცენტრირებული ხარ, უყურებ, შემდეგ თვალებს ხუჭავ და გადადიხარ მედიტაციულ მდგომარეობაში. ეს ხდება ბუნებრივად. რაღაც შეიძლება აზრები დაგეწმინდოს, უფრო ცხადად დაინახო შენი თავი, უფრო ცხადად დაინახო შენი ცხოვრება, შეიძლება უკან გაქციოს და შეგახედოს როგორც კინოს. ლინგამები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის. ეს არ არის მარტო ინდური მოვლენა. საქართველოშიც კი გვაქვს სხვათა შორის სოფელ თეჯისში, წალვის რაიონში, არა მარტო თეჯისში, ზოგადად სამცხე-ჯავახეთში და საინტერესო ფაქტი ის არის, რომ თეჯისის მენჰირს ვეძახით ჩვენ. მაგრამ ლინგამია აქტიურია, ეხაც ენერგეტიკულად საკმაოდ აქტიურია და ძალიან მაგარი დამთხევა სიტყვა თეჯას სანსკრიტზე ნიშნავს ძალას. და იმ სოფელს, სადაც ეს მენჰირია, ქვია თეჯის. ხო და ის დამთხევა ვითომ რაღაცა მაკავშირი არის ამ ყველაფერში. იოგაში არის 2 მთავარი საწყისი. არა მარტო იოგაში, სამყაროშიც ეგრეა, იუნგიც მაგას ამბობდა. ბაბუა იუნგი, ქალური და მამაკაცური საწყისი. ეს ქალური და მამაკაცური საწყისი იშლება როგორც მზის და მთვარის მაგალითად. და არის 2 ენერგეტიკული არხი, იდა და პინგალა, ერთი მთვარის, მეორე მზის, ერთი არის მასკულინური, მეორე ფემინური. მასკულინური არის უფრო გამცემი, ფემინური არის უფრო მიმდევი. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ კაცები ესეთები არიან, ქალები ეს მასკულინური და ფემინური არის აბსოლუტურად სხვადასხვა. სქესი ვლინდება ყველა დონეზე. ჩვენი გადაცემა სალავერდი ჰერმეტიზმის გადაცემას და აქაც გვაქვს 2 ტაძარი. დიანა ლინგაზე თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მასკულინური ენერგიის. აქეთ არის ლინგა ბაირავი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ღვთაებრივი დედის ტაძარი. მგონი ერთადერთი ადგილი, სადაც ინდოელები რიგს იცავენ. ეს ჩემ ფონზე ხედავთ ლინგა ბაირავის აზრის შესასვლელს, რიგი ადამიანების. დღეში სამჯერ არის ხოლმე აქ. სახურება, ასე ვთქვათ, წირვა 15 წუთიანი მოხმობა ხდება ბაირავის სხვადასხვა მანტრების წარმოთქმით. მუსიკალური მუსიკით მიმართავენ, ასე ვთქვათ, რა. რაღაც დღესასწაულებში ცეკვავენ კიდევაც შიგნით ღმერთისთვის. კეთილ სურნელება ტრიალებს და ენერგია არის საკმაოდ ინტენსიური, თბილი, მოსიყვარულე. ღვთაებრივი დედა ზოგადად თითქმის ყველა კულტურაში ხდება. ეს არ არის უცხო, როგორც უკვე თქვით, არც საქართველოსთვის, არც ინდოეთისთვის, არც ირანისთვის. სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ უბრალოდ. იმ ფორმით, რა ფორმაც ასე თუ ისე მიღებული არის იმ კულტურაში. თუ რაღაცა უფორმო უნდა გამოიყვანო ფორმაში, ხო? და როგორ ფორმაში გადმოიყვან, ისეთ ფორმაში გადმოიყვან, როგორი ფორმებიც იმ ადგილობრივებისთვის არის, ასე ვთქვათ, მიღებული, ხო? შესაბამისად, ჩვენთან ცოტა სხვა ფორმით ვლინდება, აქ ცოტა სხვა ფორმით ვლინდება, მაგრამ არსი, ენერგეტიკა, საწყისი, ეგ არის ღვთაებრივი დედის საწყისი, ღვთაებრივი ფემინური საწყისი, რომელიც
ცოტა მივიწყებული გვაქვს ახლა და ძალიან გვჭირდება ყველას რომ გამოვაღვიძოთ. ერთი საოცარი ფაქტი, რამაც იგული ამიჩქარა არის, რომ ყოველ სავსე მთვარეზე, მოკლედ ბაირავი გამოყავთ დიანა ლინგას წინ. მთელი რიტუალი დარდება, მუსიკით მოაცილებენ. და სადგურს უთქვამს, რომ რაც არ უნდა ხდებოდესო, ეს რიტუალი მაინც ჩაატარეთ. და რომ ეს ძალიან სჭირდება ორივესო. რომ ერთმანეთის ენერგიით შეივსონ. ცალ-ცალკე კი კარგად არის ორივე, მაგრამ აი თვეში ერთხელ სავსე მთვარეზე ერთმანეთთან შეხვედრა და ენერგიების გაცვლა სასარგებლო ყოფილა. აშრამული საღამოები არის სულ სხვანაირი საღამოები. სურნელი დგება საოცარი. არის რაღაც სპეციალური მცენარეები, რომელიც საღამოს გამოყოფენ სურნელს. შესაბამისად, აი როგორც კი მოსაღამოდება და სეირნობას იწყებ, არომათერაპია არის ერთგვარი რა. ამაზე კარგ მომენტს დასამშვიდობებლად ვერ ვიპოვი. შესანიშნავი დრო გავატარე ყველა მათგანი, მაგრად შემიყვარდა, ყველა ძალიან შემიყვარდა. თავიდან ვერც კი ვარჩევდი ერთმანეთისგან და ეხლა ყველა ჩემს გულში ზის. ჭამეთ, ვილოცეთ და შემიყვარეთ. Say hello to Georgia. Hello Georgia, how are you? ჩემი თმა და მეგობარი.